Introducing first fighting out of the blue corner, a mixed martial artist with a professional record, 4 wins, 1 loss. He stands 183 centimeters tall, weighing 77.1 kilos. Fighting from Almaty, Kazakhstan, representing Birlik top team, Aslan Iskanderov. Guari როგორია Iskanderov. Mixed martial artist with a professional record, 3 wins, no losses. He stands 176 centimeters tall, weighing 77.1 kilos. Fighting from Bankisi, Georgia, representing Gordon Fight Club, Ibrahim Patayev. And when the action begins, your referee will engage, Mr. Marco Proensen. Დამუხტულია ატმოსფერო დარბაზში და საჯის ნიშანზე ვიწყებთ. აი დაიწყო. Осторожно, руки. Подними руки. პირველივე გაგვიტარეს და მაგრამ მოამწყვრია ბაკაევმა შეიძლება მძიმე ხელები აქვს იბრაგიმს. აუ კიდე მეორე ფეხი რა, მეტად ტექნიკური ჩანს სხვათა შორის ჩვენზე ასლანი. თუმცა ბაკაევს აქვს იმის ძალა ხელებში რომ დროზიადრე დაასრულოს მატჩი. ახლა არ უნდა მისცეს, აი ახლა კარგია ჭიდაობა ყოჩა. და სავარაუდოდ და დააგვიანა არა. უნდა ჩაიყვანოს ამოწია. იბრაგიმმა. არა. დაიცვა კარგად. კი, ძალიან კარგად დაიცვა, აქეთ შემოიტრიალა. რაღაც არ მომწონს უკვე ეს დაწყება მე. აკონტროლებს ყაზახი სპორტსმენი. გალიასთან ახლა კარგი მოხლე იყო, კი, კარგი, უბრალოდ პარტერში არ უნდა გადაიყვანოს. ადექი შეტრიალდა. უნდა შემოატრიალოს იბრაგიმმა. ხელები პირიქით უნდა ჩაუხვიოს, ან უნდა შეკრას. და შემოატრიალოს. ან უნდა შეკრას კარგად ხელები ახლა თავისი და შეუერთოს ხელები იდაყვები ერთმანეთს და დაატრიალოს მოწინააღმდეგე, მაგრამ არ აპირებს. მაგას თავის დაცვის პროცესია პირიქით. ისკანდაროვი ძალიან შვიდად გრძნობს თავს ოქტაგონში, რაც მისი ასაკიდან გამომდინარე გასაკვირია, რატომღაც საკმაოდ ახალგაზრდა 20 წლის არის და ისე დგას ოქტაგონში თითქოს წლებია იბრძვის. ნამდვილად. ნუ რაღაცით უნდა გადავტეხოთ ახლა აქ ჩვენ ან ხასიათით ან იბრაგიმს აქვს ძალიან მებრძოლი ხასიათი. მას ჩაუტარებია საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან რთული ორთაბრძოლები. არა, ვერ წააგე. დაიცვა. კიდევ აი გაუმეორა და მაინც აყლაპა ის. გადაიყვანა. ჩაჩეხა. ეხლა უნდა გავგახსნას ხელები და გამოსვლაზე უნდა იმუშაოს, არ უნდა დაიბეროს ეხლა. ბაკაევმა ხელები ტყუილა უბრალოდ. ნახევარი რაუნდი გასულია. ეხლა ჰავგარჩია ისკანდეროვი. აი აშკარად. მაუცე არ უნდა უშვას. ეხლა შეიძლება ground and pound-ი. იბრაგიმ. აი ისკანდეროვი ძალიან ჭკვიანად მუშაობს რამეზე. საკმაოდ გამოცდილი მებრძოლი ეხლა. სავარაუდოდ აქედან თუ არ გაიქცა ეხლა. არა, აქედან უნდა გამოიტანოს ახლა ფეხები და გაახსნოს და გამოიტანოს როგორღაც. არა, ვერაფრით ვეღარ გამოიტანს. აქ თუ გამოიტან, ეს ხდება ზუსტად 5 წამში და 10 წამში და 1 წამში, უბრალოდ და აქ 3 წამი უკვე ბევრია ამ მოძრაობისთვის. აი კიდევ იგი უარეს მდგომარეობაში აღმოყო თავი. ხევიდა შეიძლება აი დახსოვნის და სადაც ძიმე იდაყვები გატარა. შეიძლება აქ ყველაფერი დასრულდეს. ეხლა საჯი გააჩერებს და ბრძოლა დასრულდება. მაქსიმუმ თუ არ გაიზრა ეხლა იბრაგიმი და თუ რაღაც არ იმოქმედა ან გადატრიალდა. გაჩერდა. არა, ეგრეა. საჯის გადაწყვეტილებით გაჩერდა TKO. ძალიან დასანანი მარცხი. თუმცა ამ ბრძოლას ყავს გამარჯვებული და საკმაოდ ძლიერი გამარჯვებული ასლან
ისკანდეროვი იგრძნობოდა ამ ბიჭის სიმშვიდე, იგრძნობოდა გამოცდილება. კი, თავიდანვე ეგრევე რა, აი როგორც დადგა, ამან რო დაუწყო ხელების ქნება, იმან არ შეიმჩნია ეგრევე, აი პროფესიონალი რა, პირდაპირ ვთქვა, ესეთი კრივზეც კარგად დიდხანს აქვს ნამუშევარი და პარტერი ჩვენ თვითონ ნახეთ. არანაირი ზედმეტი შესწორება ამ კაცს არ ჭირდებოდა, ჩემი აზრით, თავშივე ეთყობოდა რაც იყო და ისეც დაასრულა რა ბრძოლა. ჩვენ და სამწუხაროდ, თორე გაუმარჯოს ღმერთმა მიულოცოთ, ასია თუ ისეა სპორტსმენია, ჩვენ სპორტსმენები ვარ და რასაკვირველია, ესეთი სპორტია, რომ პატივისცემა პირველ რიგში კი ჩვენ გულით ხდება, როდესაც declaring the winner by TKO Aslan Iskandar